ეს კონკურსი ზოგადად 6 წელი ფუნქციონირებს, 3 წელი ავიღებ მონაწილეობას, მაგრამ აქ მოგებას აზრი არ აქვს, აქ არის მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, ურთიერთობა, აქამდე მოსვლა ძალიან რთულია რა თქმა უნდა, ასეთ ძლიერ ახალგაზრდებთან შეხება, ასეთ ძლიერ პოეზიასთან, პროზასთან შეხება რთულად მოგეჩვენება, მაგრამ თუ ხარ იჭერე, თუ ხარ ახალგაზრდა, შეგიძლია ყველას კონდეს აქ დგომის საშუალება. და ურჩევ ყველა ახალგაზრდას რომ გაბედოს, აიღოს ხელში კალამი, დაწეროს, შემოგვიერთდეს ჩვენ, გახდეთ ჩვენი ოჯახის დიდი ოჯახის ერთ-ერთი ლამაზი წევრი. მე ვარ მარიამ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტიდან ფინალისტი. პროზა დავწერე მამაჩემზე, რომელიც ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. პირველად ვიღებ ამ პროექტში მონაწილეობას და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ვფიქრობ მომავალ წელსაც მივიღებ მონაწილეობას. მე ვარ ნინი ცინცაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, მე-10 კლასის მოსწავლე, პეგასში ვარ მეორედ, მე-6 თაობის გამარჯვებული გავხდი. დავწერე წყვილზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ და ბედნიერად დასრულდა ეს ისტორია. სამომავლოდ ურჩევდი, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, რადგან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ თავიანთი ნიჭი და ცოდნა წარმოაჩინონ. ლიტერატურული კონკურსი ემსახურება მოძიებასა და პოპულარიზაციას დამწყებ შემოქმედებში 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩვენს ოფიციალურ გვერდზე და მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე ნახოს განაცხადი. ამ განაცხადის მიხედვით დაუკავშირდეს წარმოადგენელ პირებს, რომლის შემდეგ დარეგისტრირდებიან, გაივლიან კასტინგებს და გაივლიან ასევე 5 ტურს, რომლის გავლის შემდეგ მოდიან აქამდე დღეს როგორც მოვედით ჩატარდა არაჩვეულებრივი საზეიმო განწყობით ეს ყველაფერი აჭარის კულტურის სამინისტროსა და აჭარისწყალი ჯორჯიას დაფინანსებით გაიმართა პეგასი 2024, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტის მერიების მხარდაჭერით და ყავს კიდე კერძო შემომწირველები, რომლებსაც თქვენი ეთერის საშუალებით მადლობას ვეუბნები. 2024 წლის მონაწილეებს ჩვენი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მე-3 წელია აფინანსებს. იმეც ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ ღონისძიებაში, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და ჩვენი ეს მცირეოდენი მხარდაჭერა მათ კარიერულ წარმატებას შეუწყობს ხელს.